ნარცისი არ არის მონსტრი. ეს არის ბავშვი, არ არის დასრული კაცი ან ქალი, არამედ პატარა შეშინებული, განაწყენებული ბავშვი, გაჩერებული სადღაც 3 წლამდე ასაკში. იქ, სადაც არ არის სხვა, სადაც არის მხოლოდ მე, სადაც ნებისმიერი არსებობს იმისთვის, რომ აღფრთოვანდეს მისით. სადაც სიყვარული, ეს არ არის მე მიყვარს, არამედ მე ვუყვარ ვარ. ამის გარეშე ის ქრება. ჩვენ მივეჩვიეთ გვეშინოდეს მათი ნარცისების ეშები არიან, გაეკეცით, მანიპულატორები, აბიუზერები. დიახ, ეს მართალია, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ შევხედოთ მას როგორც ბავშვებს. ისინი უბრალოდ არ გაზრდილან და როგორც კი ამას დაინახავ, ქრება რომანტიკა, ქრება სექსუალურობა. ის გაიდეალებს თავიდან, იმიტომ რომ შენაძლევ იმას, რაც აკლდა მთელი ცხოვრება, აღფრთოვანებას. ის ცოცხალია და საჭირო. ის მიდის, როცა ყველაფერი კარგად არის. არა იმიტომ, რომ შენთან არის ცუდად, არამედ იმიტომ, რომ მას არ სჯერა კარგის, რომ შეიძლება უყვარდეთ უბრალოდ ისე. მაშინ ირთვება შფოთვა, ეჭვიანობა, განაე შესაძლებელია? არა, რაღაც ისე ვერ არის. მოვაწყობ შემოწმებას, გავქრები. რომ თავს მოვანატრებ, რომ მას უფრო ძლიერად მოვუნდე, რომ დაიტანჯოს. ეს რა თქმა უნდა არ არის მათთვის გაანალიზებული სტრატეგია, ეს არის მოთხოვნილება, იმიტომ რომ მხოლოდ შენი ტანჯვის მეშვეობით ის გრძნობს თავს საჭიროდ. მხოლოდ თუ შენ ემუდარები, მას შეუძლია იფიქროს, რომ მე ვუყვარ ვარ და ვჭირდები, ესე იგი მე ფანტასტიკური ვარ. ის ვერ ხედავს შენში ადამიანს, ის ხედავს შენში ფუნქციას, როგორც პატარა ბავშვები თავიდან მშობლებში. შენ სჭირდები, რომ იგრძნოს, რომ არსებობს, რომ ის ფასეულია. წარმოიდგინე, როგორია ცხოვრება სამყაროში, სადაც შენ არასდროს შეგიძლია დაიჯეროს სიყვარული, სადაც ყოველი მე შენ მიყვარხარ იწევს შიშს, სადაც შენ მუდმივად ეძებ დამადასტურებელ საბუთებს, სადაც სიყვარული ეს არ არის სინაზე, არამედ კონტროლია. არა ნდობა, არამედ შფოთვა, არა თავისუფლება, არამედ ძალაუფლება, სადაც შენ თავს გრძნობ კარგად, მხოლოდ მაშინ, თუ სხვა იტანჯება შენს გამო. აი ესე ცხოვრობს ნარცისი და შესაძლოა ახლა შენ გესმის, რატომაა შეუძლებელი მასთან ზრდასრული სიყვარულის აგება. იმიტომ რომ მასთან შენ ხარ მშობლის პოზიციაში, ის კი მარად გარაწყენებული ბავშვია და თუ შენ ირჩევ დარჩე მის გვერდით, მაშინ მზად იყავი იტანჯო, იმიტომ რომ სიყვარული მისთვის ეს სულ არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ.